ხავი ბარდო, პავლე, ტანც კლასი და მისი პედაგოგები, პრისტავი, აღა გეორგა, მიხვდებოდით ალბათ რომელი ფილმის გმირები ჩამოვთვალე ახლა, დიახ, პირველი ქართული მიუზიკლის ვერისუბნის მელოდიების, წისქვილის თეატრის სწორედ უკვდავ მიუზიკლს გვიმზადებს, პრემიერა ორ კვირაში შედგება, სამზადისი კი რას საკვირველია გააქტიურდა, ნინო მჭედლური რეპეტიციაში ჩაერთო, როგორც ვიცით და მას დილამ შვიდობისასაც მიუძღვნით სტუდიიდან. Vara ხდება. ცნობის ფურცლებს არიგებენ აშკარად. დილამ შვიდობის მოგესალმებით, მეგობრებო. ჩვენ დილიდან ვიმყოფებით თეატრში და იმედი მაქვს, რომ ეს მელოდია გეცნობათ და რა თქმა უნდა გეცნობოდეთ, ვინაიდან და რადგანაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპოზიცია პირველი ქართული მიუზიკლიდან ვერისუბნის მელოდიები, რომელიც პრემიერისთვის ემზადება. წისქვილის თეატრი უკვე 3 წელი აქვს თავაზობს არაჩვეულებრივ დადგმებს, განსხვავებულ მიუზიკლებს, მათ შორის იყო მამა მია Chicago და აი უკვე ერთწლიანი მზადების შემდეგ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება ქართული მიუზიკლი. თუ როგორ მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში მზადება, ამას უკვე რა თქმა უნდა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ზალ ჩიქობაბა მოგვიყვება. დილამ შვიდობის მადლობა რომ მასპინძლობთ და საქმეში კი შემოგეჭერით დილიდან და მივიღეთ ცნობის ფურცელიც. რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა. პირველ რიგში რომ ქართული მიუზიკლი შეარჩიეთ ამჯერად და მოგვიყევით რა ეტაპზე ხართ ახლა? ეტაპები ძალიან ცოტა დაგვრჩა, პრინციპში ბოლოში გავდივართ, 20 მაისს უკვე პრემიერა გვაქვს, აქედან გამომდინარე, ახლა უკვე მიდის ძალიან ბევრი რამის დამუშავება, დაზუსტება და ასე შემდეგ გაპრიალება ნამუშევრის. 20, 21, 22 მაისია საპრემიერო ჩვენებები, ხო? 22 მაისი საპრემიერო ჩვენებები და ველოდებით ყველას. საქმე ის არის, რომ ეკრანიზაციას ვიხილავთ ახლა უკვე სცენაზე, მიუზიკლის ფორმით. მართალია კლასიკურია დადგმა, მაგრამ როგორი იყო მუშაობის პროცესი, რა ცვლილებები შეიტანეთ? იცით რა არის, ხა ეს თავისთავად ეს არის ერთ-ერთი კლასიკა, ქართული კინოსი და ზოგადად პირველი ქართული მიუზიკლი, აქედან გამომდინარე ძალიან საფრთხილო რგები იყო ჩვენთვის, თუმცა ჩვენ კრიტიკულად შეხედავს. აუცილებლად, თუმცა ის რომ ასეთი მიუზიკლები უნდა ცოცხლობდეს სცენებზე, უნდა იდგმებოდეს, როგორც არაერთი ვერსია დადგმულა და ეს არ არის პირველი ვერსია, ასე ვთქვათ, უკვე კინოეკრანიზაციის სცენაზე გადატანის. ასე რომ ჩვენ ვერსიას შევთავაზებთ და იმედია რომ ჩვენს მაყურებელსაც მოეწონება. მადლობა თქვენ და ცნობის ფურცელი გვაქვს, საინტერესოა შეშას ვინ მოიტანს და ხედავ პავლეს დილამ შვიდობის. პავლეთ სიმოგმართო თუ როგორც ანდრეა გოლესიანი. კი. როგორი განწყობა? ძალიან მაგარი, ამაღლებული, იმიტომ რომ შევეხეთ მართლაც ლეგენდარულ მიუზიკს, რომელიც ყველას უზის, ყველა ქართველისთვის განსაკუთრებულად საყვარელი მიუზიკლია და ჩემთვის ძალიან რთული არის ერთის მხრივ პავლეს როლის შესრულება იქიდან გამომდინარე რომ ყველას ბუბა კიკაბიძის პავლე ყველასთვის მართლა რაღაც ტოპ კლასი არის ყველას ის უზის გონებაში თუმცა დიდი პასუხისმგებლობა შესაბამისად მე ვცდილობ რომ ჩემი 101% ჩავდო ამ როლში და დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს რომ იმ საოცარ არტისტებთან და იმ შემადგენლობასთან ერთად ვინც წარმოდგენილები არიან შევძლებთ იმას რომ ჩვენს დადგმასაც მივიტანთ მაყურებლის გულამდე წარმატებას გისურვებ აუცილებლად და ის შესრულება სასცენო რომელსაც ხედავთ კი რა თქმა უნდა თეატრებში წის დამსახურება რამდენად მკაცრად მივდექით ამ პროცესს და ასე რთული კომპოზიციები რთული მიუზიკლი ვიტყოდი ასე სცენაზე აცოცხლებთ ამ წამსაც იცით რა არის მნიშვნელოვანი წარმოიდგინეთ ეს ფილმი გამოვიდა 1973 წელს 5 ათეული წელი გავიდა უკვე და დღესაც როგორი აქტუალურია თანამედროვეა და ბევრი ვიფიქრეთ უნდა გაგვეთანამედროვებინა თუ არა ეს ვერსია მაგრამ გადავწყვიტეთ რომ ხალხს სწორედ ის ფრაზები უყვარს ის ენა უყვარს რომლითაც მეტყველებ და ის ხალხი საუკუნის წინ და ამიტომ გადავწყვეტეთ რომ აქ მოსულ სტუმარსაც და მაყურებელსაც ამოტივტივებოდა ის გენიალური ფრაზები რაც გვესმის რთული იყო რა როგორ გამოგვივიდა ამას მაყურებელი თავად შეაფასებს ძილებად უღრმესი მადლობა თქვენ და ბოლოს ანანო თავხელიძეს თეატრის მარკეტინგის ხელმძღვანელს მინდა ვთხოვო გაგვანტოს თუ როგორ შეგვიძლია მოუხვდეთ ვერისუბნის მელოდიების სპექტაკლზე დილამ შვიდობისა მივესალმებით თქვენს მაყურებელს მიხარია რომ წისქვილი ჯგუფი და თეატრი კიდევ ერთ ლეგენდარულ მიუზიკლს წარადგენს
საპრემიერო დღეებია 20, 21, 22 მაისი და ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ საიტზე. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვათ მიუზიკლის სპონსორები და მხარდამჭერები, რომელთა გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა მთელი ამ საოცრების მოწყობა, Citizen-ი, კონცეპტი, ბორჯომი, ბენე, ასევე გურემანი, ვაკე და მოკლედ დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერს და გელოდებით თეატრში ვერისუბნის მელოდიებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელი ისიამოვნებს ამ მიუზიკლით და შეგახსენებთ, რომ საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 20, 21 და 22 მაისს დაგემშვიდობებით და სასიამოვნო დღეს გისურვებთ.